იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივით ქალაქ ზუგდიდში ახალი პროექტი ინოვაციური ხიდი გაიხსნა. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ორთვიან სასწავლო კურსს, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 ახალგაზრდის ჩართულობით. პროექტის ფარგლებში მოზარდები გადამზადდებიან დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მედია პროდუქტის მომზადების და გრაფიკული არქიტექტურის მიმართულებით. ინოვაციური ხიდის მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა, კონსტრუქციული დიალოგის, ალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების გზით. ჩვენ შევქმნით ისეთი პროგრამა, რომელიც ემსახურება ჩვენი ახალგაზრდების გაძლიერებას და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მათ ჩართვას სხვადასხვა აქტივობებში. სწორედ ამიტომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები 2 თვის განმავლობაში ინოვაციური ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდებიან, ისინი ისწავლიან დეზინფორმაციასთან ბრძოლას, პროგრამის წერას და ასევე მომავალში მათ ექნება ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით დასაქმდნენ. ინოვაციური ხიდი მინისტრის აპარატის პროგრამის მშვიდობის ლაბორატორია ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით და ინიციატივით ჩვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ძალიან ბევრი პროგრამა და პროექტი ახალგაზრდებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მათ ჰქონდეს შესაძლებლობა და წვდომა ინფორმაციაზე. კონკრეტულად დღეს არის საკითხი დეზინფორმაცია და ტექნოლოგიები, ეს არის უნიშნულოვანესი საკითხი თანამედროვე ეპოქაში და შესაბამისად ჩვენ ვჟერავ, რომ მსგავსი პროგრამები ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა და იქნებიან აღჭურვილი ცოდნით, ინფორმაციით, რათა მათი ხმა როგორც მოქალაქეების ისმოდეს როგორც თვითმმართველობის წინაშე, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წინაშე. ეს არის უნიკალური პროექტი, ისწავლიან გადაღებას, მონტაჟს, გრაფიკულ არქიტექტურას, ფოტოების გამომჟღავნებას, პროგრამირებას და სხვა მრავალ საინტერესო მიმართულებას. შეიძლება ბენეფიციარი იყოს 15 წლის, 16 წლის, ან უფრო დაბალი ასაკის, მაგრამ შეიძლება მას ამ პროგრამის გავლის შემდგომ უშუალოდ მასზე იქნება დამოკიდებული რა ქულებს მოაგროვებს და ჩვენ უშუალოდ ჩვენს ორგანიზაციაში, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში გავუწევთ რეკომენდაციას და შესაძლებელი იქნება ამ ახალგაზრდების დასაქმებაც ამ მიმართულებით, რასაც ვასწავლეთ.